კვირა დღეს მოვედი ოფისში. არავინ არ არის აბსოლუტურად. უი, ორ ვიღაცის. მოდი ახლა განახებთ ჩემს ოფისს, იმიტომ რომ დღეს კვირა დღე არის და ყოველზე უკეთესი შანსი რომ არავინ არ იყოს და არავინ არ მითხრას რა სიღებსო და გაუცებელება არ მიყვება არის დღეს. მოკლედ ესეთი ღია coworking space-ით არის. ზუსტად არ ვიცი რას ვეძახით. ესეთი რაღაცები. ნუ აი ერთი ადამიანის სივრცეა რომ დაჭრე და რაღაც მიტინგს დაესწრო. Venture forward small business ინოვაციები. აი ვიღაც არის და სახელი აიფარა ღმერთო ჩემო. მოკლედ ეს არის ჩემი სტარტაპის სივრცე. Closing in 15 minutes. Okay. Okay. 15 წუთში ვიკეთებით, ანუ წადიო. მაგრამ მანამდე განახებთ. მოკლედ ეს არის სტარტაპების სივრცე. შეხვედრების ოთახი. და ჩემი მაგიდა. სადაც სკამი მქონდა, ანუ მქონდა, აღარ მაქვს. რაღაცა ივენთებს მართავენ ხოლმე, აი ცოტა იქეთ და ჩემი სკამი მიაქვთ ხოლმე, ანუ რას უშლის ეს სკამი ვერ გავიგე, მაგრამ აღარ არის სკამი, ამიტომ გადავჭექი სხვაგან. და თუ ვინმე მეტყვის რომ რატო ზიხარ სხვაგან, მეთქი სკამი აღარ მაქვს. კაი, მოკლედ ესეთი. აქ რა გვაქვს? Climate tech incubator წესით ამ ასე ვთქვათ გაყოლებაზე არა მარტო კლიმატის ეს არის სტარტაპები, არამედ healthcare-ის არ მარტო კლიმატის healthcare-იც არის, მაგრამ ხო. ვედმე ახლა რომ სტარტაპშიც ვარ. არის pelvic health related სტარტაპი. ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და იმდენად მომეწონა სტარტაპები, რომ თავიდან რომ ჩამოვდიოდი ამერიკაში, რა თქმა უნდა, ხო ყოველთ ამერიკაში ჩამოვდივარ, თქვა აქ იმის ამბიცია, რომ დიდ კომპანიაში ვიმუშაოთ, სტაჟირება იქნება თუ full time, მაგრამ ახლა ერთი წელი გადის და აი რომ ვინმე მითხრას, რომ აი referrals გაგიწევ Microsoft-ში გაიარე გასაუბრება. არ მინდა. აი Google-ში გაიარე გასაუბრება, აი Meta-ში არ მინდა. არ მაინტერესებს რომ არ მინდა. რამე კარგ სტარტაპში მინდა, აი მან ცოტა მეშინია უკვე მაგამის, რა ნუ ის კი აღარ ვარ, აი მაგარ კომპანიაში დავიწერე, რომ მაგარ კომპანიაში მუშაობ და ბევრი ფული მაქვს. ანუ პირველი ვკითხულობ, აი რა მიზანს ემსახურებიან, რას აკეთებენ და რა პრობლემას ჭყენ. ანუ თუ პრობლემა არ მაინტერესებს, მაგარი აღარ მინდა, რომ მთელი დღეში 8 საათი მაგ კომპანიაში მუშაობას შევწირე, იმიტომ რომ დავფიქრეთ. კვირაში ჯამში რამდენი საათი გვაქვს? ნუ at least დღეში 8 საათი, ხო? სამსახურში ვატარებთ. სულ რამდენი საათი გვიწევს, არ ვიცი 12. ანუ რეალურად სამსახურის იქით ცხოვრება არ გვაქვს და თუ რაღაცა ამდენ დროს უთმევ სამსახურს, at least იმის გარანტია მინდა მქონდეს, რომ მართლა გულით მომწონს და მართლა გულით მინდა რომ გამომივიდეს ის, რასაც ვაკეთებ. ნამეტარი ვიფილოსოფოსე მე მგონი ახლა. მაგრამ მაგას მივხვდი. მოკლედ ეს არის ჩემი ოფისის ხედი. მაინდა-მაინც წვიმს, მაგრამ ნუ რა არ წვიმდეს, კი ხვდებით. ეგე ჩემი კომპიუტერი და პირდაპირ გადავყურებ ოკეანეს.